ქობულეთის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას დღეს ოპოზიცია და უმრავლესობა ერთსულოვანი იყო. მთავარი ფინანსური დოკუმენტი მათ შენიშვნებით გამგეობას გადაუგზავნეს. თუ რა დაიწუნეს მხარეებმა კონკრეტულად ამაზე ჩვენი რეპორტაჟი დეტალურად. ამ გაზონის მოშლას და საზღვაო სეზონისთვის სავაჭრო ჯიხურების დადგმას გეგმავენ მომავალი წლიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რისთვისაც 2015 წლის ბიუჯეტში 121,000 ლარია გათვალისწინებული. თამარ მეფის გამზირზე მწვანე ზოლის გაუქმებას გამგეობაში მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნიან, რაც საკრებულოს წევრებმა გააპროტესტეს. წელს ასე რომ ვთქვათ, ქობულეთში იყო ერთ-ერთი აქტიური სეზონი და იჯარებით და შემოსული თანხა სულ 156,000 ლარს შეადგენდა და პლუს კიდე ჩვენ აქედან რომ ჩვენ თვითონ ჩავუდოთ 121,000 ლარი იმაში რომ შემცირდეს იქ მწვანე ზოლი და გავაქირავოთ ობიექტები და დაიდგას იქ კაფეები თუ ასე შემდეგ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს არის წყვილად ფულის გადაღრა წყალში. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთხმად დაიწუნეს და შენიშვნებით გამგეობას დაუბრუნეს. ამბობენ, რომ მასში მოსახლეობის მოთხოვნები არაა გათვალისწინებული. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოქალაქეების 3 დღის წინ გამართულ საჯარო განხილვაზეც არ მიიწვიეს. ყველა დეპუტატი იყო გაფრთხილებული, რომ ეს არის საჯარო განხილვა და ყველა შეეძლო თავის სოფლიდან ჩამოეყვანა ხალხი ან მოსულიყო, მაგრამ იმათმა საკითხები მოიტანეს იმ ხალხის, ვისაც რა აწუხებდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები მოსახლეობასთან, სადაც ვიღებდით პრიორიტეტებს, რომლებიც იყო საჭირო, რომელიც ასახული ყუნდა ბიუჯეტში. სამწუხაროდ ეს პრიორიტეტები ნამდვილად არ იყო გათვალისწინებული. არ იყო გათვალისწინებული ჰიპოთეკარებთან დაკავშირებით, არ იყო გათვალისწინებული ციტრუსის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, აიპების ბიუჯეტი არის შემცირებული, ასევე არ არის ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ჩადებული, არ არის თავისუფალი ტურისტული ზონის კეთილმოწყობა. დატუნებული ბიუჯეტის შესასწორებლად და საკრებულოში ხელახლა წარსადგენად მუნიციპალიტეტის გამგეობას დრო 2 კვირა აქვს. იპოთეკით დაზარალებულთა უგულებელყოფას ქობულეთის გამგებლის მოადგილე შემდეგნაირად ხსნის. აჭარის მთავრობა არის ჩართული ამ საქმეში, მუნიციპალიტეტის გამგებელის მუშაობს რაღაც პროექტზე, როგორც მე ვიცი, კომისიის წევრებთან ერთად 2015 წელს ჯერჯერობით არ განიხილება, ამ ეტაპზე არ განიხილება იპოთეკარებისთვის ბიუჯეტში რაიმე თანხის გათვალისწინება. 10 დეკემბრამდე გამგეობამ აღნიშნული შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს ან შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დაგვიბრუნოს ჩვენ და შემდგომ უნდა ჩავატაროთ საკრებულოსობა, სადაც მოხდება აღნიშნული ბიუჯეტის განხილვა. ქობულეთის 2015 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 25,400,000 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 37,000 ლარით ნაკლებია. ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს კი შენიშვნებითა და რეკომენდაციით მერია ხვალ მიიღებს. საკრებულო მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირებისთვის უკან აბრუნებს. საკითხი დღეს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიის სხდომაზე სახელმწიფო შესყიდვების გეგმასთან ერთად განიხილეს. ხვალ ბიუჯეტის პროექტის დეტალებზე რიგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, ვნახოთ როგორ